გამარჯობა. ეთერშია გადაცემა აფხაზეთის ურათორიასთან ერთად. დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. კვირის თემა: რუსეთის მორიგი პროვოკაცია. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების საინფორმაციო გამოშვება. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში აფხაზეთის კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებსა და მის შედეგებზე, პრობლემის მოგვარების კუთხით არსებულ ვითარებასა და მოგვარების გზებზე მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორი არქიმანდრიტი ადამ ახალაძე უძღვებოდა. მოწვეულნი იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის თემაზე მომუშავე ექსპერტები და ისტორიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. როგორც მამა ადამმა აღნიშნა, მრგვალი მაგიდა ახლახან საპატრიარქოში აფხაზეთის თემაზე გამართული კონფერენციის გაგრძელებაა და ინიციატივის მიზანს პრობლემის მოგვარების საქმეში ახალი რესურსის მოძიება წარმოადგენს. მრგვალი მაგიდის მონაწილეები აფხაზეთის თემის სიმწვავიდან და აქტუალობიდან გამომდინარე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების საკითხებზე მსგავსი შეხვედრების სისტემატურად გამართვის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. მრგვალ მაგიდაზე აფხაზეთის ისტორიულ-გეოგრაფიულ ასპექტებზე, აფხაზეთის კონფლიქტის მიზეზებსა და კონფლიქტში მონაწილე მესამე ძალის რუსეთის ნეგატიურ ფაქტორზე ისაუბრეს. ექსპერტებმა ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის რუსეთ-საქართველოს ომის განსაზღვრება, მისი ხასიათი და გეოპოლიტიკური შედეგები, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის წარმოშობის არსი, გენეზისი, მისი განმაპირობებელი ფაქტორები, ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ეკლესიის მდგომარეობა და ასე შემდეგ. ჩვენი მიზანი არის ყურადღება გავამახვილოთ იმ საკითხებზე, რომლებიც უფრო ხშირად რჩება ხოლმე ყურადღების მიღმა. ამიტომაც სწორედ ექსპერტები, ანუ მეცნიერები მოვიწვიეთ, რომლებიც წლების განმავლობაში ამ საკითხებზე მუშაობენ, მაგალითად, არის თუ არა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი ერთად თვით გამორკვევის პროცესის ნაწილი ან მისი შედეგი. როგორი არის რეალურად ხასიათი მომისა, რომელსაც ჩვენ აფხაზეთის ომს ვუწოდებთ, არის თუ არა ეს რუსეთ-საქართველოს ომი და რა შედეგები მოიტანა მან, როგორი არის დევნილი მოსახლეობის თითოეული ადამიანის უფლებები და რა კავშირშია იგი საერთოდ ადამიანების უფლებების დეკლარაციასთან. კონფერენციებზე, რომელშიც ასევე ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა, მათ შორის იმ ფორუმებზე, რომლებიც იმართება, ვთქვათ, აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ ყველგან განვსაზღვრეთ ეს როგორც რუსეთ-საქართველოს ომი. ეს ჩვენი ამ საგარეო დიპლომატიისაც შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს. ვიდრამდე ბოლომდე არ ვიტყვით სიმართლეს, ვიდრამდე ერთმანეთს არ ვეტყვით იმას, რასაც ვფიქრობთ, რაც გულს გვაკლია ან განაპირობებს ჩვენი დამოკიდებულების ხასიათს, მანამდე ძნელი არის გზაზე გასვლა, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ცხადია სიყვარულით. შეხვედრის მონაწილეებმა აფხაზეთის პრობლემის ირგვლივ შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავლის ძიებაზე და პროცესებში ექსპერტების და ისტორიკოსების მეტი ჩართულობის აუცილებლობაც აღნიშნეს. ძალიან მიხარია, რომ საპატრიარქო დღეს ყველაზე აქტიურად მუშაობს ამ თემაზე. ბუნებრივია, ხდება ყველაფერი პატრიარქის ლოცვა კურთხევით და მას დიდი მადლობა მინდა მოახსენო ყველა სახელით ასეთი ყურადღებისათვის აფხაზეთის პრობლემისადმი. ეს კონფლიქტი და კონფლიქტის მოგვარების პროცესი საკმაოდ ღრმა ჩიხშია შესული და ნებისმიერი მცდელობა საუბარით საჭიროა და მაინც შედეგზე ორიენტირებულია, რამე თუ ჭეშმარიტება ამ ჭიდილში, ამ ყოველდღიურ ურთიერთობაში, ჯაბაში იკვეთება და მე დარწმუნებული ვარ, დღევანდელი შეხვედრაც თავის შედეგს გამოიღებს.
მოსკოვში ვლადიმერ პუტინსა და აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ორმხრივი ეგრეთ წოდებული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მექანიზმებს, ასევე რუსულ-აფხაზური ურთიერთობების ეგრეთ წოდებული სამართლებრივი ბაზის გაფართოებას. პუტინი სოხუმსა და მოსკოვს შორის არსებულ ურთიერთობებს ძმურს და უნიკალურს უწოდებს და მიღწევებთან ერთად სამომავლო გეგმებზეც საუბრობს. ჩვენ კარგად ვიცით, რამდენი რამ გაკეთდა ურთიერთობების გასამყარებლად და განსავითარებლად. ჩამოყალიბებულია რუსულ-აფხაზური ურთიერთობების კარგი სამართლებრივი ბაზა. 1000-ზე მეტი შეთანხმება შემუშავებულია და 30-ზე მეტი შემუშავების პროცესშია, განმარტა პუტინმა. რაულ ხაჯიმბა კი როგორც შეხვედრაზე განაცხადა, დარწმუნებულია, რომ მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული შეთანხმებების რეალიზება აუცილებლად მოხდება. მათ შორისაა ეგრეთ წოდებული სახელმწიფოს თავდაცვისა და ეკონომიკის საკითხები. მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებასა და ხაჯიმბას წინააღმდეგ ოპოზიციური ძალების გააქტიურების საკითხზეც ისაუბრეს. ჩვენ ვხედავთ, რომ აფხაზეთში შიდა პოლიტიკური მოვლენები მარტივი არაა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ეს ნორმალური მოვლენაა ნებისმიერი ქვეყნისთვის, აღნიშნა პუტინმა და იმედი გამოთქვა, რომ ვითარება კონტროლს დაექვემდებარება და სამართლებრივ ჩარჩოს არ გაცდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ძნელი იქნება ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე ფიქრი. ბუნებრივია, როცა ხდება შიდა მერყეობა, იქ გზების, საავადმყოფოებისა და სკოლების მშენებლობაზე საუბარი ზედმეტია, მიანიშნა პუტინმა. თავის მხრივ ხაჯიმბამ მადლობა გადაუხადა პუტინს იმ დახმარებისთვის, რაც რუსეთმა აფხაზეთს გაუწია. აქვე ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მის ბედს მხოლოდ ოპოზიცია არ წყვეტს. ქართველი ექსპერტების შეფასებით ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართულ შეხვედრაზე რაულ ხაჯიმბას ერთგვარი გაფრთხილება მისცა. მათივე განმარტებით რუსეთი კმაყოფილი არ არის ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული სიტუაციით. ხაჯიმბა როგორც ვასალი ისე დაიბარეს კრემლში და მიანიშნეს, რომ დიდ ფინანსებზე რუსეთის მხრიდან იმედი არ უნდა ჰქონდეს. როგორც ხაჯიმბა აღიარებს, აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის, ანუ მისი ბედი მოსკოვში წყდება, განმარტავენ ექსპერტები. 2016 წლის ბოლომდე თბილისში 400 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში ბინა გადაეცემა. აქედან 200 ოჯახი ოლიმპიურ სოფელში, ხოლო 200 დადიანის ქუჩაზე მენაშენებისგან გამოწყიდულ კორპუსში მიიღებს ბინას. კომისიის მუშაობის პროცესს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ადგილზე გაეცნო. გაფართოებული კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებთან ერთად შედიან სახალხო დამცველის აპარატის. კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს LAG, დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ვეტერანთა დეპარტამენტისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები. კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალეა და ღიაა ნებისმიერი მედია საშუალებისთვის. 400 ბინა ნაწილდება ამჯერად, ეს არის ოთახიანები, ოროთახიანი, სამოთახიანები. ამ 400-დან დაახლოებით 100-მდე ბინა გრევადებზე გადანაწილდა, დანარჩენები ქულების მიხედვით დადგენილი კრიტერიუმის მიხედვით ნაწილდება იმ ოჯახებზე, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ ამ ეტაპზე განსახლებას. ეს არის ორი ეტაპი, რომლებიც გაგრძელდება და ძალიან მალე იქნება საშუალება, რომ თითქმის ყველა გაჭირებულ ოჯახს, ვისაც არ აქვს საცხოვრებელი, ყველას კონდეს ბინა. 1200-ზე მეტი განაცხადია განსახლებელი. კომისიაში არის ჩვენი წარმომადგენლები, ასევე სახალხო დამცველის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თითოეული ამ 1200-დან თითოეული საქმის განხილვა ხდება სკრუპულოზურად გადაღებულია სურათები, მონიტორინგი რამდენჯერმე ჩატარებული, რამდენჯერმე არის მისული კომისია თითოეულ ოჯახთან და ამის მიხედვით ხდება გადაწყვეტილება საერთო კონსენსუსის საფუძველზე, შესაბამისად შეცდომის შანსი მინიმუმამდე არის დაყვანილი. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების პროგრამის ფარგლებში ფოთსა და დარჩელში განსახლებული დევნილებისთვის უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა. სამედიცინო პროგრამა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება, რომელშიც სხვადასხვა წამყვანი კლინიკის სპეციალისტები მონაწილეობენ. პროგრამის ფარგლებში დევნილებს კონსულტაცია გაუწიეს ოჯახის ექიმმა, თერაპევტმა, პედიატრმა, კარდიოლოგმა, ნევროლოგმა, გინეკოლოგმა, ქირურგმა, ოფთალმოლოგმა, ენდოკრინოლოგმა და დერმატოლოგმა. დავუპირდით ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასაც, ჩამოვიყვანთ ექიმებს თბილისის სამედიცინო ცენტრებიდან თავისი აპარატურით, წამლებით და ჩავატარებდით ამ გამოკვლევას. მინისტრი აქ არის, მინისტრის მოადგილე აქ არის, ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს მთელი აპარატი, აქ ემსახურება დევნილებს, ჩართული არიან ადგილობრივი ჯანდაცვის სტრუქტურები, აგრეთვე არიან ჩართულები ჩვენი ჯანდაცვის
სხვა დაწესებულებიდან მოწვეული სპეციალისტები. ეს ძალიან მობილურად, ძალიან ოპერატიულად და ძალიან ხარისხიანად წარდება და ჩვენ ამას გავაგრძელებთ მთელი წლის განმავლობაში უკვე 2017 წელს. მიმდინარე და გასულ წლებში ჩვენ საკმაოდ დიდი რაოდენობის ასეთი გასვლები ჩავატარეთ. სამედიცინო გამოკვლევები ფოთსა და ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩილში 350-მა დევნილმა გაიარა და ბენეფიციარებს უფასოდ 85 დასახელების სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტი დაურიგდათ. ჩატარდა ყველანაირი კვლევა, ის რომელიც აუცილებლად და საჭიროებას წარმოადგენდა მოსახლეობისათვის ძალიან დიდი გაგვიწია დახმარება როგორც გამოკვლევებით, ასევე მედიკამენტებით და დიდ მადლობას ვუხდით აფხაზეთის მთავრობას. მნიშვნელოვანი დღეა ქალაქ ფოთში აფხაზეთის მთავრობამ და აფხაზეთის მთავრობის ჯანდაცვის სამინისტრომ ჩაატარა გეგმიური გამოკვლევები, ჩამოსული არიან 14-მდე სპეციალიზაციის ექიმი, ასევე აფთიაქით არიან ჩამოსულები, ლაბორატორიული კვლევები ტარდება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს დევნილებისათვის და არა მარტო დევნილებისათვის, ჩემი თანაქალაქელებიც პარალელურად არიან ჩართულები და ხდება მათი გამოკვლევაც. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის წევრებთან და გუნდის ახალ სამხატვრო ხელმძღვანელთან შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა პატივი მიაგეს ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის ცნობილი მაესტროს გურამ ყურაშვილის ხსოვნას. აღსანიშნავია, რომ ახლახან აფხაზეთის საგუნდო კაპელა ბრიუსელის წმინდა მიქაელის და გუდულას სახელობის საკათედრო ტაძარში გამართული კლასიკური მუსიკის საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა და შეხვედრის სხვა მონაწილეებმა საგუნდო კაპელას და მის ხელმძღვანელს ზვიად ბოლქვაძეს ბრიუსელში წარმატებული გამოსვლა მიულოცეს. სოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვისადმი მიცნულ ღონისძიებაზე აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით გაემგზავრა. ჩვენი კაპელა დაბრუნდა ბელგიის სამეფოდან, სადაც მან ჩაატარა წყინვალე კონცერტი. მე დიდი მადლობა მინდა ორგანიზატორებს, უთხრა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კაპელას შევუწყოთ მომავალში ცხელი. გულოცავ ბატონ ზვიადს პირველი ვთქვათ წარმატება ამ რანგში, მაესტრო რომელიც ჩაუდგა სათავეში გურამ ყურაშვილის მიერ შექმნილ კოლექტივს და წყინვალედ აგრძელებს იმ ტრადიციებს. თითოეულ წევრს ამ კოლექტივისა მინდა მივულოცო ეს წყინვალე მორიგი გამარჯვება. ჩვენ რამდენი წელია მხარში ვუდგევართ ამ კოლექტივს, ვცდილობთ ჩვენი მწირი შესაძლებლობებით დავეხმაროთ მას და მათ გაამართლეს ეს იმედები. დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს, კერძოდ აფხაზეთს, ყავს მსოფლიო დონის კაპელა. აფხაზეთის საგუნდო კაპელა ბრიუსელში გამართულ კონცერტზე ბელგიელმა მუსიკოსმა და დირიჟორმა მარიან მიტიამ მიიწვია. გამართული კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება კათედრალის ისტორიული ვიტრაჟებიდან ერთ-ერთის განკითხვის დღის რეაბილიტაციას. აღსანიშნავია ისიც, რომ აფხაზეთის კაპელის მონაწილეობით ამ კონცერტზე საქართველოს უმნიშვნელოვანესი მოვლენის სოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის პროცესის მონაწილე გახდა. შევხვდით მთავრობის თავმჯდომარეს, გავცვალთ ჩვენი ემოციების დაბეჭდნებები, მან მოგვილოცა, რადგან ძალიან კარგი კონცერტი გქონდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ჩატარდა ბრიუსელში, საკათედრო ტაძარში. მაყურებელი იყო შესანიშნავი, ყველანი სითბოთი ხვდებოდნენ. წარმატებული იყო ჩვენი ყოფნა, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი შემადგენლობით ბელგიის ბრიუსელის გუნდთან ერთად და ასევე იტალიელებთან ერთად შევასრულეთ შუბერტის მესა. როგორც საზოგადოებამ აღნიშნა, ძალიან წარმატებული იყო ეს გამოსვლა და სამომავლოდ იგეგმება სხვა ღონისძიებები მათთან ერთად. და იმედი მაქვს, რომ სისრულეში მოვა ეს გეგმები და აუცილებლად წავალთ ისევ ბრიუსელში და გვექნება სოლო კონცერტი. ჩვენთვის პირველი გასვლა იყო ბრიუსელში და ნამდვილად აღფრთოვანებულები ვართ ჩვენც იქავრობით, იქავრი დახვედრით. პირველ რიგში რაც მინდა აღვნიშნო, იგრძნობა ძალიან დიდი თანადგომა და ერთიანობა. მე ნამდვილად ვიამაყე ამ ბიჭებით და გოგონებით ბრიუსელში, იმიტომ რომ საამაყო იყო ნამდვილად
საამაყოდ გაჟღერდა მათი სახელი. ელჩები სხვადასხვა ქვეყნისა ულოცავდნენ ჩვენს ელჩს ამ დიდ წარმატებას და ეს შემთთვის უკვე ძალიან დიდი გამარჯვება იყო ყოველი ჩვენთაგანისთვის. იმედისა და რწმენის 10 წელი. ასე ეწოდებოდა აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელიც მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ მუზაში გაიმართა. აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი 10 წლის წინ საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით, საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტის მეუფე დანიელის თანადგომით, სულიერებისა და კულტურის ცენტრის დირექტორის სვეტლანა ქეცბას ინიციატივით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით დაარსდა. საიუბილეო საღამო აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ გახსნა. საპატრიარქოს სახელით ცენტრს იუბილე თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ბიძინა გუნიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა ვახტანგ ყოლბაიამ, პროფესორმა ოთარ ჟორდანიამ და კულტურის მოღვაწეებმა მიულოცეს. 10 წლის გადასახედიდან ჩანს, რომ იმედი პატრიარქისა გამართლდა. ამ ცენტრს ხელმძღვანელობს გამორჩეული პიროვნება ქალბატონი სვეტლანა ქეცბა, რომელმაც სრულად იცის ქართველთა და აფხაზთა დღევანდელი ძიმე მდგომარეობის მნიშვნელობა და აუცილებლობა შერიგებისა, ერთსულოვნებისა. ზუსტად იცის, თუ როგორ უნდა წაიყვანოს ეს ცენტრი, რათა ქართველ და აფხაზ ხალხს არ კონდეს ერთმანეთთან რაიმე ისეთი, რაც დააშორებს მათ ერთმანეთისაგან. ეს არის სულიერება, ეს არის კულტურა, ეს არის ჩვენი დიდი ტრადიციები. ულოცავ ამ დღეს სულიად საქართველოს, ულოცავ თითოეულ პიროვნებას, ვინც დიდი წვლილი შეიტანა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში, ამ ცენტრში თანამშრომლობით. ერთმა გაგახაროთ. აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის დირექტორმა სვეტლანა ქეცბამ 10 წლის მანძილზე გაწეული თანადგომისა და მხარდაჭერისათვის შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა. 10 წლის წინ ეს ცენტრი პატრიარქის ლოცვა კურთხევით დაარსდა. უწმინდესმა და უნეტარესმა კარგად იცოდა აფხაზეთიდან დევნილების წუხელი და განცდა და მან ჩვენდამი თანადგომა ამით გამოხატა. პატრიარქს სურდა ყოფილიყავით სულიერად ძლიერები და ჩვენი საქმიანობით სიკეთე შემოგვეტანა ამ სამყაროში. სულიერებისა და კულტურის ცენტრმა დღემდე ამ გზით იარა. ბედნიერი ვარ იმით, რომ საიუბილეო საღამოს ცნობილი ხელოვანები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებიან. ჩვენ ვცდილობთ, რომ აფხაზები და ქართველები, რომლებიც მტრები ვერ იქნებიან, გაერთიანდნენ, რათა ერთიან და ძლიერ საქართველოში იცხოვრონ. ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. მხატვრებმა გამოფინეთ ამ იუბილეასთან დაკავშირებით ჯგუფური გამოფენა, რომელიც არის სხვადასხვა მიმართულების, სხვადასხვა ჟანრით, სხვადასხვა სიუჟეტით შექმნილი, მაგრამ მაინც ეს ყველაფერი არის აფხაზეთის თემა და არა მარტო აფხაზეთის თემა, არამედ კონცეპტუალური ნამუშევრები. საღამო აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ აფხაზეთმა დაასრულა. მე მინდა დიდი პატივისცემით მიულოცო აფხაზეთის სულიერების ცენტრს 10 წლის თავი. მინდა რომ ჩემთვის და ჩემი საყვარელი ქართველი ხალხისთვის აფხაზეთი დაბრუნებული იყოს და ყველას ეცხოვროს საყვარელ აფხაზეთში. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია რომ დღევანდელ დღეს შევასრულე ანსამბლს თავის სახელით ცეკვა ქართული. მართლაც დიდებული დღეა, ისეთი ადამიანები გამოვიდნენ და ისეთი გულით და ისეთი სიყვარულით ილაპარაკეს აფხაზეთს. აუცილებლად ჩვენ ერთად ვიქნებით ბოლოს. მე ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩემმა შვილმა მიიღო მონაწილეობა დღევანდელ ღონისძიებაში და იცეკვა
მართლაც არაჩვეულებრივი ცეკვა ქართული, რომელიც აფხაზებს ძალიან უყვართ, იმიტომ რომ ისინი წყინვალეთ ასრულებდნენ ამ ცეკვებს და მე მინდა მოვიდეს ის დღე და გათენდეს ისეთი დღე, რომ ჩვენ ცეკვით და სიყვარულით შევიდეთ აფხაზეთში. თბილისის საკრებულოს დეპუტატ ზურაბ ნეფარიძის ინიციატივით ისნის რაიონში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლის ბესი გეთიას სახელობის ქუჩა გაიხსნა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ბესი გეთიას ოჯახის წევრები, თანამებრძოლები და მეგობრები ესწრებოდნენ. ძალიან კარგია რომ ბესი გეთიას ქუჩა გაიხსნა, ეს ახალგაზრდა მეომარი ბიჭი, გმირი ბიჭი. კარგია რომ სახელმწიფო ზრუნავს იმაზე რომ მომგადახდილი ძლიერი ვაჟკაცები, მათი სახელობის ქუჩები ჩდება, სკვერები ჩდება, მათი სახელობის სხვადასხვა დაწესებულებები იხსნება. მთელი თბილისი ეფერება დღეს ბესი გეთიას. აქ გაიზრდება ახალი თაობა, რომელიც იტყვის, გაიგებს ვინ იყო ბესი გეთია, რა მებრძოლის სულის პატრონი იყო, გმირულად დაეცა. მადლობელი ვარ, და როცა ყოფილიყო ჩვენი ბესი გეთიას ქუჩის მაცხოვრებლები, ჩემი შვილი აფხაზეთში განისვენებს. ბესი გეთი აფხაზეთში ომის დაწყების დღიდან 23 ბრიგადის მოტომსროლელ ბატალიონში ირიცხებოდა. მან განსაკუთრებული მამაცობა გამოიჩინა 1993 წლის 15-16 მარტს გუმისთის მიდამოებში წარმოებულ ბრძოლებში. დაიღუპა სეპარატისტების მიერ მძევლად აყვანილი ქართველი მებრძოლის გათავისუფლების ოპერაციის დროს. ბესი გეთია სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია მედლით მხედრული მამაცობისათვის. ბესი გეთიასნაირი ვაჟკაცებმა დღემდე მოიტანეს ეს ქვეყანა და მინდა გითხრათ რომ 16 მარტი იყო ერთ-ერთი უძლიერესი შემოტევა აფხაზეთზე, სადაც ჩვენმა ბიჭებმა და მაშინ როდესაც დაიღუპა ბესიკი თავიანთი თავდადებით სამშობლოს ანახეს რომ შეუძლიათ სამშობლოს დაცვა. მე აქვე მინდა აღვნიშნო რომ კარგია რომ გრძელდება ეს ტრადიცია და საქართველოში სხვადასხვა ქუჩებს ერქმევა გმირი ბიჭების სახელი. ეს მიმანიშნებელია რომ საკრებულო ზოგადად საზოგადოება ზრუნავს იმაზე რომ არ უნდა იყოს ეს სახელები დავიწყებული და ამ ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის რომ სამშობლო ყოფილიყო ერთიანი და ძლიერი. კეთს ვიხრი მათ წინაშე ჩვენი ვალია რაც შეგვიძლია მაქსიმალურად ხარი დაუჭიროთ მათ ოჯახებს და სათანადოდ დავაფასოთ ამ გმირების ვაჟკაცობა ვის თავი დადეს სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლებში. ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის სახელობის მატარებელი ქუჩა. ამით პატივი მივაგეთ ჩვენ დაღუპულ ბიჭებს და მთელ თაობას, რომელმაც თავისი სისხლის ფასად დაიცვა და ცდილობდა დაეცვა საქართველოს მთლიანობა. მერთმა ნათელში დააწესოს ყველა საქართველოსათვის თავდადებული შვილის სული. აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახების შერიგებისა და თანადგომის ჰუმანიტარული მომსახურების კავშირ დიოსკურია 2005-მა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი უშანგი მოსიაშვილი მშვიდობის ოქროს ვარსკვლავისა და მშვიდობის ოქროს დროშის სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა. ქალდეას და ფაზისის საერო სამეცნიერო აკადემიის აკადემიკოს უშანგი მოსიაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის აფხაზთა ქართველთა მშვიდობიანი თანაარსებობის საქმეში. მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე გამომსრულებმა ისაუბრეს მეცნიერის ქველმოქმედების შესახებ, რომელიც მან აფხაზეთიდან მრავალ დევნილს და ომში დაღუპულთა ოჯახებს გაუწია. წარმოადგენთ ბატონი უშანგი როგორც ქველმოქმედი. ბატონი უშანგი ახლა დოქტორი, პროფესორი და წიგნების ავტორი, მრავალი საინტერესო წიგნების ავტორი. მე მადლობა მინდა გადაუხადო ყველა მას, ვინ ჩემი ეს მცირედი შრომა დააფასა და დამაჯილდოვა ამ ორდენით. ეს მე კიდევ ბევრს მავალებს ჩემი ქვეყნის წინაშე. ასეთი ადამიანი ყველა ქართველი იყოს გულის ტკივილი სხვისი, თავის გულის ტკივილად მიაკ ადამიანს. კეთილი ადამიანია. ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში ეთერ სამხარაძე ჟღამაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.
კრებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ქვეპროგრამის ბეჭდვითი გამოცემების ფარგლებში გამოიცა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები, პოეტის ახლობლები და მეგობრები. ფოტოკოლაჟი, რომელიც დღეს უჩვენეს ლაკობასთან, შინკუბასთან, კუმფლომიასთან ერთად იდგა მშვენიერი ქალბატონი, პოეტი ქალბატონი ეთერი. ეს ერთად დგომა ქართული და აფხაზი პოეტის გოსანის წერალის მოღვაწეს არის ის ხიდი, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს ერთმანეთისადმი. ჩვენ დღეს გავიხსენეთ ერთი შესანიშნავი სოხუმელი ქალბატონი ეთერ სამხარაძე ჭღამაძე, რომელიც გაუგონარი რაღაცა მოხდა, რომ შესანიშნავ პოეტს ესროლეს და მოკლეს. მეუღლესაც ესროლეს, ჯერ მეუღლე მოკლეს, მერე ეს საოცარი პოეტი და გამოვიდა წიგნი ჩვენმა სამინისტრომ ხელი შეუწყო ამ წიგნის გამოცემას და ბატონმა ტიტე მოსიამ ცნობილმა პროფესორმა გამოსცა ეს წიგნი ჩვენთან აქ სამინისტროში. ჩვენ პატივი მივაგეთ ამ დიდი ქალბატონის ხსოვნას და დღეს ჩავატარეთ ამ წიგნის პრეზენტაცია. ეთერ სამხარაძე ჭღამაძე აფხაზეთის ქართული მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო, შესანიშნავი პოეტი და სანიმუშო პიროვნება. მან აფხაზეთის ტრაგედიამდე 20-მდე წიგნის გამოქვეყნება მოასწრო. ეთერ სამხარაძე ჭღამაძის ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, აფხაზურ და სხვა ენებზე. არაერთმა კომპოზიტორმა შექმნა მის ლექსებზე საესტრადო, საგუნდო და საბავშვო სიმღერები. ცნობილი პოეტი ეთერ სამხარაძე ჭღამაძე იყო გამორჩეული პიროვნება, რომელიც 1993 წლის ოქტომბერში სოხუმის დაცემის შემდეგ აფხაზმა სეპარატისტებმა 9 აპრილის მემორიალთან ვერაგულად დახვრიტეს. მოკლეს პოეტი ქალი, რომელიც გულწრფელად უმღეროდა სიცოცხლეს, სიყვარულს და საქართველოს. ჩემთვის ძალიან ტკივილია ეთერ ჭღამაძე სამხარაძის გახსენება, იმიტომ რომ ის მთელი ჩემი ცხოვრება ჩემი უახლოესი მეგობარი იყო და აი ასე მუხანათურად გაიმეტეს საქართველოს მტრებმა ჩვენთვის მარაძვირფასი ეთერი. დღეს ეთერის წიგნის პრეზენტაცია, მოვიდნენ მისი თაყვანი მცემლები, მისი პოეზიის მოყვარულები და მე მიხარია რომ უკვე უკვლავებაში გადასული ეთერი ცოცხლობს მის ლექსებში და ჩვენს სოვნაში. ეს იყო დიდი პოეტი ქალი. აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. საოცარი ლექსებით, შედევრებია უამრავი. მისი ლექსები საოცრად მღერადი, ჟღერადია. მე მასთან ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს. მე ვისი უმცროსი მეგობარი ვიყავი და ის მეგობრობა დღეს უკვე შვილებში და შვილიშვილებში გადავიდა. სპორტ საზოგადოება მართვეს სპორტულ დარბაზში აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ორდღიანი ტურნირი გაიმართა ძიუდოში. როგორც მისი ორგანიზატორები აცხადებენ, ტურნირის მიზანია ძიუდოს პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენა და აფხაზეთის ნაკრები გუნდის დაკომპლექტება. ტურნირს აფხაზეთის ომის ვეტერანები, საქართველოს ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეს ტურნირი ტრადიციულად უკვე მეხუთე წელიწადია, რაც სტარდება და მასშტაბი თანდათან უფრო მატულობს. წელს საქართველოს ყველა რეგიონებიდან 400-მდე ახალგაზრდა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა და ყველაზე ძირითადი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ტურნირი ეზღუნება აი მოაშკაცებს იმ გმირებს, ვინც ჩვენი ქვეყნის მთლიანობისათვის თავი შესწირა. იმედია რომ მომავალში ჩვენ ესეთ ლამაზ და კარგ ტურნირებს ჩავატარებთ აფხაზეთში. მინდა მადლობა გადაუხადო აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობას, თვითონ სპორტის ფედერაციას, ყველა მონაწილეს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ახალგაზრდობა ვის დღეს გამოდის არ ივიწყებს ომში დაღუპულ ბიჭებს, მათ ოჯახებს და ყველა თითეული მათი გამარჯვება არის ჩვენი ვეტერანების გამარჯვება და ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. მე მინდა წარმატება უსურვო ყველას. ღია პირველობა ძიუდოში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით და აფხაზეთის ძიუდოს ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. იყვნენ ახალგაზრდა ძიუდოისტები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
Соревнования очень хорошо проводился. ტურნირი კარგად იყო ორგანიზებული და ჩემთვის დიდი პატივი იყო აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირში მონაწილეობა. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. ღმერთმა ქნას მსოფლიოში არ იყოს ომი. 400 მონაწილე მიიღო ორ დღეში მონაწილეობა სპორტსმენებმა. გამოდიან კარგი ბავშვები, მომავალ თაობა იზრდება და ვარჯიშობენ და ჯანსაღ ცხოვრებას ეწევიან. მომავალ თაობასაც ვიდით, რომ აფხაზეთი აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ. შეჯიბრებაში გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები მედლებით, თასებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ახალგაზრდა სპორტსმენები მიღწეული შედეგებით კმაყოფილები არიან და თითოეული მათგანი ოლიმპიურ ჩემპიონობაზე ოცნებობს. დავიკავე პირველი ადგილი 38 კილოგრამ კატეგორიაში და ვარ ძალიან გახარებული. მომავალში მინდა გამოვიდე ოლიმპიური ჩემპიონი და ვასახელო ჩემი საქართველო. დავიკავე ამ რესპუბლიკურ ტურნირზე პირველი ადგილი, ამჟამად ძალიან გახარებული ვარ, რადგან მოვუგეთ ერთ-ერთ კონკურენტს. ყველა მოჭიდავი უცნება არის, რომ ოლიმპიურ წვერვალს მიაღწიოს. მე ძალიან მიხარია, რომ ამ ტურნირში მივიღე მონაწილეობა. ჯერჯერობით როგორც ვარჯიშობ, თუ მასე გავაგრძელე და თან მოვუმატე, ჩემი შესაძლებლობებით ვაპირებ, რომ გავხდე წარჩინებული მოჭიდავე. დღეს ვიჭიდავე და ავიღე მესამე ადგილი. ასეთ შეჯიბრებზე სხვა დროსაც ვარ გამოსული. მე მინდა გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი და ამისთვის ბევრსაც ვარჯიშობ. ყველაზე კარგი შეჯიბრებაა, როდესაც შენ შეჯიბრს იგებ და ჩემპიონი ხდები. კვირის თემა. რუსეთის მორიგი პროვოკაცია და მსოფლიო თანამეგობრობის პასუხი მის აგრესიაზე. რუსეთის კიდევ ერთი პროვოკაცია ოკუპირებულ აფხაზეთში. გასულ კვირას ვლადიმერ პუტინმა რუსეთ-აფხაზეთს შორის სამხედრო გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ ეგრეთ წოდებულ შეთანხმებას ხელი მოაწერა. ამის კვალდაკვალ კი გავრცელდა ინფორმაცია გალის სამხედრო ქალაქად გამოცხადების შესახებ. ქართული პოლიტიკური წრეები და საზოგადოება შეშფოთებულია ოკუპირებულ აფხაზეთთან მიმართებაში ახალი კანონის ამოქმედებით, რომლის თანახმად ოკუპირებული გალის სამხედრო ქალაქად გარდაქმნა იგეგმება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გალში მიმოსვლა ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიზღუდება. სპეციალური საშვის გარეშე ქალაქში არავის შეუშვებენ. მოსახლეობას საშვის წარმოდგენა ერისწყალზე მდებარე ეგრეთ წოდებულ რუსულ საგუშაგოსაც მოუწევს. გავრცელებული ინფორმაციით გალის ტერიტორიაზე ახალი სამხედრო ბაზაც შეიქმნება. რაიონში დამატებით კიდევ 25-მდე რუსული სამხედრო საგუშაგო განთავსდება. სოფელ სიდაში კი სამხედრო აეროპორტის მშენებლობა, სამხედროების ჩასახლება და ადგილობრივი მოსახლეობის ოჩამჩრეში გადასახლება იგეგმება. საგულისხმოა ის, რომ რუსეთი ჯერ კიდევ 2011 წელს აპირებდა გალის სამხედრო ქალაქად გამოცხადებას. თუმცა მაშინ მოსკოვის ამ სურვილს სოხუმი მაინც და მაინც არ ემხრობოდა და ამიტომაც შეთანხმება ვერ შედგა. მას შემდეგ კი რაც მოსკოვსა და აფხაზეთს შორის ჯარების ერთიანი სამხედრო დაჯგუფების შესახებ ეგრეთ წოდებულ შეთანხმებას ხელი მოეწერა, რუსეთმა სრახვა სისრულეში მოიყვანა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გალის რაიონში რუსი სამხედროების მობილიზებას საფრთხის შემცველად მიიჩნევს. მისი განმარტებით პროექტი გალის სამხედრო ქალაქად გამოცხადების შესახებ ჟენევის ფორმატში იქნება განხილული და ამის შესახებ თანათავმჯდომარეები უკვე ინფორმირებულები არიან.
ამჯერად ამ შეთანხმებით კიდევ უფრო იზრდება რუსეთის კონტროლის ხარისხი ამ ტერიტორიებზე, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ არის საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები, განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. ყველა ეს ძალისხმევა გარკვეულწილად მიმართულია, რომ ხედი შეეშალოს პროცესს, რომელსაც ქვია ხალხთა შორის კონტაქტის სახალისება, მიმოსვლის სახალისება, ზოგადად ნდობის მშენებლობის სახალისება. ჩვენ უნდა ჩვენი უნარით შევძლოთ ყველანაირ საფრთხეს გავცეთ ადეკვატური პასუხი, ამიტომ ჩვენი შეიარაღებული ძალების სიძლიერე არის ყველაზე კარგი პრევენცია და თავიდან აცილება აგრესიისა. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ საგარეო საქმეთა სამინისტროში კითხულიან, რომ ინფორმაცია გალის რაიონის სამხედრო ყაიდაზე გადაყვანის თაობაზე სიმართლეს მოკლებულია. აფხაზეთის ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ოლეგ არშფას განცხადებით, სამხედროების რიცხვი გაზრდილი არ არის. საუბარი რაიონის მილიტარიზაციის შესახებაც არ არის სწორი. თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის განმარტებით და სარწმუნო წყაროს ცნობით, ქალში სამზადისი და სათანადო სამუშაოები უკვე შეიმჩნევა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ შეშფოთება გამოხატა რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების რატიფიკაციის ფაქტზე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო აღშფოთებას გამოხატავს რუსეთის ფედერაციის ახალ-ახალი სამხედრო პოლიტიკური თავხედობების გამო, რაც ამჯერად რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციაში გამოიხატა. ეს ყველაფერი კიდევ ერთი მზაკრული გადაწყვეტილების მიღებას, გალის სამხედრო ქალაქად გამოცხადებას განაპირობებს. აფხაზეთის მილიტარიზაცია ქართულ აფხაზურ ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაცია და სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწყობა კატეგორიულად წინააღმდეგება საერთაშორისო აღიარებული საზღვრების ურღვევებისა და სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებს. ეს არის პირდაპირი ანექსია, დაუფარავი, როდესაც შენდება ესეთი სამხედრო ქალაქი, გადაადგილება მოსახლეობის და ასე შემდგომ შეზღუდული იქნება. რა თქმა უნდა, კონტინგენტი რუსული სამხედროების გაიზრდება. ერთ სიტყვით დაუფარავად კრემლი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ეს მისი ტერიტორია. ამ გადიდებულ კონტინგენტთან ერთად იქნება წვრთნები, შეშინება და ასე შემდგომ, როგორც ჩვევია ეს საერთოდ სამხედრო მანქანას და მით უმეტეს რუსულ სამხედრო მანქანას. ყოველ წუთს შეუძლია სამხედრო აგრესიაშიც გადაიზარდოს. რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და რუსეთ-აფხაზეთის სამხედრო გაერთიანების შესახებ ეგრეთ წოდებულ დოკუმენტს უმაღლესი საბჭოს დეოკუპაციის, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურისა და საკონსტიტუციო ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიების ერთობლივი სხდომაც მიეძღვნა. მონაწილეებმა დაგმეს ხელმოწერილი ეგრეთ წოდებული კანონი, რომელიც შეაფასეს როგორც ანექსიის პოლიტიკის სახიფათოდ დაჩქარება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის მიერ დაანონსებული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ახალი სამხედრო ბაზის განთავსების გამო. არათუ გალი და გალის რაიონი მთელი აფხაზეთი წარმოადგენს ფაქტობრივად ამ შეთანხმების თანახმად რუსეთის ბაზას. რუსეთის ის აი ვითომ ესე გაერთიანებული ძალები ეს არის თვალში ნაცრი შეყრა, ახლა რუსეთის შეიარაღებული ძალები და აფხაზეთის შეიარაღებული ძალები და ახლა მათი გაერთიანება, ეს ხო სასაცილოა რა. ეს არის უბრალოდ შირმა, რომ ამას ლეგიტიმაცია მიენიჭოს ბრჭყალებში, რა ლეგიტიმაციაზე შეიძლება აქ საუბარი. ეს არის სუფთა რუსული ბაზა, რომელსაც რუსეთი განაგებს. მე აქ არ არის მითითებული ეს რა სახეობის შეიარაღებული ძალა უნდა იყოს, იქ განლაგდება ის ძალა, რომელიც რუსეთს დასჭირდება. ეს ძალიან სახიფათოა და ძალიან დიდი საფრთხის შემცველი გადაწყვეტილებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიც მოუნდება 1000, 1000 ეყოლება, 10000 მოუნდება, 10000 ეყოლება. ეს შეთანხმება ეგრეთ წოდებული ყველაფრის საშუალებას იძლევა და განალაგებს იქ, სადაც დასჭირდება გალში, გაგრაში, გუდაუთაში, სოხუმში, არ აქვს ამას არანაირი მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ეს მას საქართველოს შესაკავებლად, საქართველოს ვითომ აგრესიის შესაკავებლად კი არ ჭირდება, არამედ ჭირდება თავისი გეოსტრატეგიული უპირატესობის შავი ზღვის რეგიონში კიდევ უფრო გასამყარებლად. ძირითადი ძალები ალბათ გალის რაიონში იქნება განლაგებული, იქ რაღაცა საგუშაგოები იქნება და ბევრ რაღაც სხვა რაღაცეებზე სამუშაოები მიდის. შესაძლოა სოფლიდან სოფელში გადასასვლელად რაღაცა საშვი დასჭირდეს. ადამიანის უფლებები გალის რაიონში, რომელიც ისედაც შელახულია, კიდევ უფრო შეილახება. ეს არის ფაქტი. მას აქვს ძალიან შორს მიმავალი მიზნები. ის უპირისპირდება ნატოს მთელს ევროატლანტიკურ სივრცეს. აი ეს არის კარგად გასაცნობიერებელი, როგორც ჩვენს მიერ,
ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ფაქტობრივად საუბარია იმაზე, არა აფხაზეთის ინტერესების დაცვაზე, არა აფხაზეთის ტერიტორიის დაცვაზე, არა აფხაზი ხალხის დაცვაზე, არამედ იმ შეიარაღების, იმ საშუალებების განლაგებაზე აფხაზეთის მთლიან ტერიტორიაზე და განსაკუთრებით გალის რაიონში, რომელიც რუსეთს მისცემს საშუალებას უფრო ქმედითად და უფრო რეალურად დაემუქროს ნატოს სისტემაში გაერთიანებულ ქვეყნებს, ევროპას მთლიანად, იქონიოს გარკვეული პლაცდარმი მიახლოებული სირიის პრობლემატიკასთან. ეს არის მთავარი სტრატეგიული ამოცანა რუსების. კომისიების ერთობლივი სხდომის რეკომენდაციების თანახმად, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესიამ დაამტკიცა, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას ეთხოვა საერთაშორისო თანამეგობრობას მიეწოდოს ამომწურავი ინფორმაცია აფხაზეთში ახალი სამხედრო ბაზის მიზნების, მოსალოდნელი საფრთხეებისა და მათი თავიდან ასაცილებლად აუცილებელი ზომების შესახებ. ჩვენი კომისიის მიზანი სწორედ იმაში არის, რომ ჩვენი განცხადებით კიდევ ერთხელ მივმართოთ ყველა იმ ინსტანციას, ქვეყნის შიგნით, ეს არის საქართველოს მთავრობა, ეს არის საქართველოს პარლამენტი, ეს არის ფართო საზოგადოებრივობა, რომ ამ პრობლემასთან დაკავშირებით მათ დააკეთონ ყველაფერი იმისათვის, რომ მსოფლიო საზოგადოებრივობის ყურადღება და მათი ძალისხმევა იყოს აი ამ პრობლემის მომართული. უამრავი ბერკეტები არის ცივილიზებულ სამყაროს ხელში იმისათვის, რომ რუსეთს გარკვეული ბარიერები შეუქმნას მისი გეგმების განხორციელებაში და ეს ბერკეტები მე დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით უფრო ქმედითია, ვინმე უბრალოდ აღშფოთება ან უბრალოდ განცხადების გაკეთება. ჩვენ გვაქვს გარკვეული ბერკეტები, განსაკუთრებით სამართლებრივი, იმისათვის, რომ რუსეთის აი ამ გადაწყვეტილებას დაუპირისპირდეთ. მე მხედველობაში მაქვს აი ამ შეთანხმების რატიფიცირების და ხელმოწერის მერე ამის ჰააგის სასამართლოში გასაჩივრება და მისი უკანონოდ გამოცხადება. შეიძლება ამან რუსეთი არ შეაჩეროს, მაგრამ ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა პოლიტიკური, მორალური და რასაკვირველია სამართლებრივი რუსეთისთვის, რომ ის წინასწარ სანამ შეიქმნება, უკვე უკანონოდ იქნება გამოცხადებული არა ჩვენს მიერ დაუშვათ, ან თუნდაც რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, არამედ თვით სასამართლოს მიერ. პუტინის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს გმობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მას ანექსია დაფასებს. რუსულ-აფხაზური შეიარაღებული ძალების გაერთიანების შესახებ კანონს საგარეო უწყება პროვოკაციას უწოდებს და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ქმედებებს, რათა ქმედითი ზომები იყოს გატარებული რეგიონში უსაფრთხოების ვითარების გართულების თავიდან ასაცილებლად. ამ ეგრეთ წოდებულ შეთანხმებას არალეგიტიმურად მიიჩნევს ამერიკის შეერთებული შტატები, ეუთოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერენ მხარს. რუსეთს კი 2008 წლის 12 აგვისტოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ. პუტინის მიერ ეგრეთ წოდებული რუსულ-აფხაზური გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის საკითხი განიხილეს ეუთოს მუდმივი საბჭოს ფარგლებშიც. საგარეო უწყების ინფორმაციით საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა გააკეთეს. რუსეთის ამ ქმედებას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საგანგებო განცხადებით უპასუხა. ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ ეწინააღმდეგება მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებულ ეგრეთ წოდებულ შეთანხმებას და მის იურიდიულ ძალას არ ცნობს. ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან მიმართებაში უცვლელი რჩება. ეს რეგიონები წარმოადგენენ საქართველოს განუყოფელ ნაწილს და ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. გაიყვანოს ჯარები, უარყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და უზრუნველყოს ჰუმანიტარული წვდომა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. რუსულ-აფხაზური სამხედრო დაჯგუფების შესახებ პუტინის მიერ ხელმოწერილი ეგრეთ წოდებული შეთანხმების წინააღმდეგ თავისი ნეგატიური დამოკიდებულება უკვე გამოთქვა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ. რუსეთის მიერ აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერთან ერთობლივი შეიარაღებული ძალების შესახებ დადებული შეთანხმების რატიფიკაცია საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება, განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა. განვითარებული მოვლენების ფონზე რუსული ძალების გააქტიურების
პასუხად საქართველოს მაპი უნდა მიენიჭოს, აცხადებს ამერიკის ყოფილი თავდაცვის მდივანი დონალდ რამსფელდი. ყოფილი თავდაცვის მდივანი საქართველოს სტრატეგიულ ადგილსაც უსვამს ხაზს და თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციას მოუწოდებს გაითვალისწინოს საქართველოს მნიშვნელობა რეგიონალური უსაფრთხოების საქმეში. დიპლომატი მიიჩნევს, რომ სწორედ ახლა მოქმედების დროა და დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგობის მცევლად არ უნდა იქცეს. რუსეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას პროვოკაციად აღიქვამს. რუსეთის რეაქციამ ნატოს წევრი ქვეყნების შესაძლოა დაარწმუნა, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანება უნდა დაგვიანდეს. ბოლო სამიტებზე წევრი ქვეყნები მუდამ აღნიშნავდნენ საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას დასავლეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ასევე ქვეყანას გაწევრიანებასაც პირდებოდნენ. ახლა მოქმედების დროა, დასავლეთის ინტერესები რუსეთის წინააღმდეგობის მცევლად არ უნდა იქცეს. ჩვენ ერთი კვირით გემშვიდობებით. ხოლო სამშაბათს დილის 10 საათზე უყურეთ გადაცემა აფხაზეთს აფხაზურ ენაზე. ნახვამდის.